ანუ 2/3 იგივეა, რაც 2 გავყოთ 3-ზე. ანუ რა გაგება ეხლა ეს დაიმახსოვრეთ კარგად. გამრავლებას ხომ აქვს 2 ნიშანი წერტილი და ესეთი ნიშანი ხო კრესიქს რომ ვეძახით. ასე აქ 2 ცალი სიმბოლო გაყოფასაც 2 წერტილი და წილადის ხაზი. ან წილადის ხაზი შეიძლება ესეთი დახრილად გავაკეთოთ. კარგით, ეხლა მოკლედ გავაკეთოთ ჩვენ რა? როგორ შევკრიბოთ 2 წილადი. ჯერ გავაკეთოთ წილადების შეკრება, როდესაც მათ ერთნაირი მნიშვნელები აქვს და საერთოდ ვიცოდეთ, 2 წილადს ვერ შევკრიბავთ და ვერ გამოვაკლებთ, თუ მათ ერთნაირი მნიშვნელები არ აქვთ. და რატომ? მოკლედ გეტყვით. ნახეთ, ნიშნელი, ანუ ხაზის ქვედა რიცხვი მეუბნება მე რამდენედი ზომის არის. აი ეს 1/5 რას ნიშნავს? 1 ნაჭერი მაქვს, რომელიც მე-5 ზომის არის, ხო? რაღაცა 1.5 ტოლ ნაწილად არის დაჭრილი. აქაც 3 ნაჭერია, ისიც მე-5 ზომის. თუ ერთნაირი ზომის არ იქნა ნაჭრები, ისე ვერ შევკრებთ. ეს მოკლედ რომ დავიმახსოვროთ. ესე იგი, ზომა, ანუ ნიშნელი, გადადის უცვლელად, ისევ მე-5 ზომის არის და რამდენი ნაჭერი გამოვიდა? 1 + 3 გამოვიდა 4 ნაჭერი. ესე იგი, ნიშნელი გადადის უცვლელად და მრიცხველები იკრიბება. ანალოგიურად ხდება გამოკლებაც შემოკარგებო, მაგალითად, მე თუ მინდა 6/7-ს გამოვაკლო, ვთქვათ 3/7. ესე იგი, შეკრება გამოკლებისთვის ნიშნელები, ანუ ხაზის ქვემოთ მოთავსებული რიცხვები ერთნაირი უნდა იყოს. პასუხში ნიშნელი გადადის იგივე შეკრებაშიც და გამოკლებაშიც, მხოლოდ მრიცხველებზე ხდება შეკრებაც და გამოკლებაც. პასუხად აქ იქნება 3/7. ეხლა რა ხდება, როდესაც ჩვენ მარტო წილადი კი არა გვაქვს, მთელი ნაწილიც არის. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, გარდა იმისა, რომ წილადი მაქვს, ესე იგი რაღაცა 1 ვთქვათ ბისკვიტი დაჭრილია 8 ნაწილად და 8 ნაწილად როა დაჭრილი, ამას წერ ხაზის ქვემოთ. და აღებულია 3 ნაჭერი. ესე იგი 3/10 ბისკვიტი 3/10. შეიძლება 3/10 კი არა, წინ დავუწეროთ 2 ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ 2 ბისკვიტი და კიდევ 3 ნაჭერი 8 ნაწილად დაჭრილი. ასეთ შემთხვევაში შეკრების დროს ამას შერეული რიცხვი ქვია. მთელი, აი ეს მთელი ნაწილია და 3/10 წილადი ნაწილი და შერეული რატომ ქვია? მთელი ნაწილიც მაქვს და წილადი ნაწილიც. აი ვთქვათ, ქაღალდის ფულიც რომ მქონდეს ლარიანებიც და ხურდაფულიც. დაახლოებით ესეთი გაგება. მოდით შევკრიბოთ ახლა ჩვენ შერეული რიცხვები. ეს შესაკვეთია, მაგრამ მაინც ესე მივიღოთ ახლა. მთელს მთელი მიემატება, ანუ 2 მიემატება 1 და დაიწერება 3 და 3/10 მიემატება 4/10 და დაიწერება 7/10. გამოკლებაც ანალოგიურად არის შემოკარგებო. რისთვისაც ახლა მე არ გაგაცდეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდოდა ახლა თქვენთვის მესწავლებია, არის თუ ნიშნელები სხვადასხვა არის. ანუ რას ნიშნავს? სხვადასხვა ზომა გვაქვს. მოდით ჯერ დავწეროთ ჩვეულებრივი წილადები მთელის გარეშე. მაგალითად, მაქვს 2/5-ს უნდა მივუმატო, ვთქვათ 3/7. ეხლა, რადგან სხვადასხვა ზომის არის ეს 2 ნაჭერი, მე-5 ზომის არის და 3 ნაჭერი მე-7 ზომის, ამათ მე ჩვეულებრივად ვეღარ შევკრებ. ანუ ეს მე-5 ზომა და მე-7 ზომა უნდა გავათანაბრო, ანუ გავაერთნიშნელიანო. ერთი და იგივე ზომის გავხადო პირველი წილადიც და მეორე წილადიც, ანუ ნიშნელები ქვემოთ უნდა გქონდეთ ერთნაირები, რომ შევკრიბო. ამისათვის 2 გზა არსებობს შემოკარგებო. პირველი გზა, რომელიც სახელმძღვანელოებში არის მითითებული და მეც უფრო ამას ვემხრობი,
წილადის ძირითადი თვისების გამოყენება არის. ანუ ნახეთ ახლა მე გავამზადე პირველ და მეორე წილადს, წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით გარდავქმნი ისე, რომ ქვევით მნიშვნელები გავხდეთ ერთნაირები. ახლა ამას როგორ ვაკეთებ? ვაკვირდები. პირველ წილადს 2-ანსაც და 5-ანსაც ვამრავლებ 7-ანებზე. ანუ ერთი და იგივე რიცხვებზე, ხო? მე მნიშვნელის 7-ზე გამრავლება მჭირდება. ამიტომ მრიცხველი 7-ზე უნდა გავამრავლო. სამაგიეროდ მეორე წილადის მრიცხვას და მნიშვნელს გავამრავლებ 5-ანებზე. ესე იგი, ჩემი მიზანი და ინტერესი არის, რომ ხაზის ქვემოთ მნიშვნელები გამხდარიყო ერთნაირები. ნახეთ, 35 გამოვა პირველი წილადიც, 35 გამოვა მეორე წილადიც, რაც იყო ჩემი მიზანი, რომ მერე შევკრიბო და მრიცხველები რა იქნება, მაგის სულ არ მაინტერესებს. უბრალოდ წონასწორობა რომ არ დაირღვეს და წილადის ძირითადი თვისება რომ გამოვიყენო სრულად, ანუ მრიცხველიც და მნიშვნელიც შემიძლია გავამრავლო ერთი და იგივე ერთნაირ რიცხვებზე და წილადის სიდიდე იგივე დარჩება. ამიტომ ნიშნელის გამრავლება დამჭირდა პირველ წილადში 7-ზე გამრავლება დამჭირდა, მეორე წილადის ნიშნელის 5-ზე გამრავლება დამჭირდა და უბრალოდ მრიცხველებიც იგივე რიცხვებზე გავამრავლე ამიტომ. ესე იგი, პირველი წილადი გადაკეთდა და გახდა 14-35, რომელიც მე რომ ეხლა ბისკვიტი დავჭრა, თქვათ აი ეს წილადი, ერთი წუთით შემოკარგებო, მოდით ეხლა, აი ეს წილადი 2/5. გადავაკეთე და გახდა 14-35, ხო? 2/5 და 14-35. აბა დავაკვირდეთ, მე რომ 5 ნაწილად დამეჭრა. ანუ 2 ერთნაირი ბისკვიტი მაქვს. პირველი 5 ნაწილად დავჭერი და 2 ნაჭერი ავიღე. მეორე 35 ნაწილად დავჭერი, მაგრამ 14 ნაჭერი ავიღე. და მე რომ ავწონო პირველი წილადიდან 2 ნაჭერი მე-5 ზომის და მეორე წილადიდან 14 ნაჭერი 35 ზომის, ერთი და იგივე წონის გამოვა. ამიტომ მე არაფერი არ გამიფუჭები, არაფერი არ დამირღვევია, ეს მაქინაციები იმიტომ ჩავატარე, რომ ერთნაირი ნიშნელიანი წილადები მიმეხო, რომ მე შეკრება ჩავატარო. აი, მეორე წილადის ადგილზე მივიღე 15 3 5 35. ეხლა მშვიდობიანად შევკრიბავ. ვიცი რომ ნიშნელი იგივე გადავიტანოთ და რიცხველებს შევკრებ. მივიღე 29 35. გამოკლების დროსაც ასევე მოვიქცევით. თუმცა მეორე გზაც არსებობს, ცოტა მოძველებული ფორმა, რომელსაც მაინც გაგიზიარებთ და გაჩვენებთ. შემაჯამებელი წერების დროს მე მაგალითად არანაირ მნიშვნელობას არ ვაქცევ ბავშვი რა გზით გამოიყვანს. მას რომელი გზაც მოეწონება, იმ გზით გააკეთოს. აბა იგივე წილადები შევკრიბოთ მეორე გზით. ერთ დიდ წილადს ვწერ, უკვე ჯამურ წილადს, რომელსაც მნიშვნელი ექნება ისეთი, რომელიც 5-ზეც გაიყოს და 7-ზეც გაიყოს. ანუ 5-ის და 7-ის უმცირეს საერთოდ ჯერაც 35-ს ავიღებ. შემეძლო 70-იც ამეყო, ხო? 70 5-ზეც იყოფა და 7-ზეც, მაგრამ ისეთი რიცხვებიდან, რომლებიც პირველ ნიშნელზეც იყოფა და მეორეზეც, უმცირეს, ყველაზე მცირეს ვირჩევ. ამიტომ ძალიან ხშირად მათი ნამრავლია, 5-ის და 7-ის ნამრავლი. ახლა რას აკეთებენ? უბრალოდ მექანიკურად დავიმახსოვროთ. თუმცა შინაარც იგივეა, რაც ზემოთ განვიხილეთ. ამ 35-ს, ანუ საერთო ნიშნელს, გავყობთ პირველი წილადის ნიშნელზე და გავამრავლებთ მრიცხველზე. ანუ მე ახლა დავწერდათ არჩევას მოგცემთ. ამ ვიდეოს ყურების დროს აუცილებლად დაიდეთ რვეული და პასტა, ანუ ფურცელი და ეს იგივე დააპაუზეთ და თვითონ გაიმეორეთ მერე აუცილებლად. და ასე უფრო კარგად ისწავლით. ახლა მეორეზეც იგივე გავაკეთოთ. 35 გავყოთ 7-ზე, ასე, მეორე ნიშნელზე და გავამრავლოთ მრიცხველზე. აბა ვნახოთ რა მივიღეთ. 35 გადავიტანოთ ქვედა ნიშნელი. ნახოთ ეხლა. 35 გავყოთ 5-ზე 7, 7 ჯერ 2 14. შემდეგ
35 გავყავი 7-ზე 5, 5-ჯერ 3, 15. ხედავთ იგივე მივიღე. რომელი გზაც უფრო მოგიხერხოთ, ზოგი უფრო მექანიკურად იმახსოვრებს და კარგადაც აქვს ამახსოვრებული, ზოგი ლოგიკურად. ამ ორი გზიდან აერჩიეთ და კარგად დაისწავლეთ. გამოკლებაც ზუსტად ანალოგიურად მიდის ჩემო კარგებო. ეხლა ბარემ შერეული რიცხვებზე მოქმედებაც ჩავატაროთ ანალოგიურად და დავამთავრებ ამ ვიდეოს. ნახეთ ჩემო კარგებო, შერეული რიცხვი გაგახსენებთ, ეს იგი მთელიც არის და წილადი ნაწილიც. თქვათ აქ მაქვს 2/3. თან მე ვეცდები ისეთი წილადი დავწერო, მანდა მაინც საერთო მნიშვნელობის ნამრავლი კი არ იქნება, ერთ-ერთი შეიძლება იყოს. თქვათ აქ იყოს 5/6. აბა ჩემო კარგებო, ნახოთ ახლა შერეული რიცხვების შეკრების დროს, ეს იგი მთელი უნდა მიუმატოთ, ანუ 1/2 მიუმატოთ 3 და ეხლა 2/3 და 5/6 საერთო მნიშვნელი მინდა. ხო შეიძლება 3-ჯერ 6 დავწერო 18, მაგრამ მე უფრო მცირე მინდა, ესე იგი ისეთი რიცხვი, რომელიც 3-ზეც იყოფა და 6-ზეც. ამიტომ 6-იანს ავირჩევ. 6 3-ზეც იყოფა და 6-ზეც. 6 გავყოთ 3-ზე 2, 2-ჯერ 2 4. მიუმატოთ. 6 გავყოთ 6-ზე 1, 1-ჯერ 5 5. და რა გამოვიდა? 3/9. ახლა ნახეთ ჩემო კარგებო, აუცილებლად წილადი ნაწილი თუ კი ის კვეცადია, უნდა შევკვეცოთ. ესე იგი 9 და 6 შევკვეცოთ. მოდით ახლა წითელ ფერს ავირჩევ, შევკვეცოთ 3-იანებზე. გადავუსვათ ხაზი, 9 3-ზე შევკვეცავ, ანუ გავყო, მივიღებთ 3-ს. ანუ 9 3-ით შეიცვალა. 6 3-ზე შევკვეცავ, ანუ გავყო, მივიღებ 2-ს. ანუ 6 2-ით შეიცვალა და რა გამოვიდა პასუხი? 3/3, მაგრამ აქ კიდევ რაღაც არ არის კარგად და წესრიგიანად. რატომ? 3/3, ჩემო კარგებო, ბარემ ესეც განვიხილოთ. ხო არა წესიერი წილადია? აქ მთელია დამალული 3/3-ში. იმისათვის რომ მთელი გამოვავლინოთ, გავიხსენოთ წილადის ხაზი რომ გაყოფა. ესე იგი 3 გავყოთ 2-ზე. სრულად მივიღე 1/1, შემდეგ გამყოფი ხომ ნიშნელია, მაგრამ რა მომრჩა? 1 ხომ მომრჩა? ის მორჩენილი ნააშთი, ანუ 1 დაიწერება ბრიცხველში. და აქ რა გამოვიდა? 3/2-დან რომ 1/1 მქონდა, ეს 1/1 მიემატება 3/1 და 4/1 გამოვიდა და 1/2. ესეც ასე. აქ შევჩერდეთ, პირველი ვიდეო აქ დავასრულოთ, ბევრჯერ უყურეთ, გაივარჯიშეთ და რაღაცნაირად დაიმახსოვრეთ ჩემო კარგებო, წილადების და შერეული რიცხვების შეკრება, გამოკლება. აბა დროებით.